შალვა პაპუაშვილის საკმაოდ ვრცელმა განცხადებამ სოციალურ ქსელში აქამდე არაერთხელ დასმული კითხვა კიდევ ერთხელ გააჩინა, ემზადება თუ არა ქართული ოცნება ევროკავშირიდან საერთოდ წევრობის განაცხადი გამოიტანოს, განაცხადი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა 2023 წელს საზოგადოების დიდი წნეხის ფონზე შეიტანა და 2024 წელს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოუტანა. დღესაც შალვა პაპუაშვილი ვრცელი განცხადებით ცდილობს ახლა გაამართლოს ქართული ოცნების მხრიდან კურსის გადახვევა ევროკავშირის შიდა პრობლემებით და საზოგადოებაში დატესტოს ახალი იდეა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ სჯობს საქართველოს საერთოდ თქვას უარი ევროკავშირის წევრობაზე, სადაც პატარა სახელმწიფოებს არ თავაზობენ თანასწორ უფლებიანობას. ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს მაგალითად მოჰყავს გერმანიის მთავრობის ინიციატივა, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას მოძველებული ინიციატივაც არის, რამდენიმე თვის წინ დააყენა გერმანიამ ეს ინიციატივა, რომ ზოგიერთ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ვეტოს უფლება და ეს გადაწყვეტილება და ინიციატივა წამოიჭრა მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანმა გაუთავებელი ვეტოებით სერიოზული პრობლემა შეუქმნა ევროკავშირის ერთობლივ გადაწყვეტილებებს. თუმცა გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ევროკავშირის შიგნით მიღებული არ არის, თუმცა ამ ინიციატივას ქართული ოცნება ისევ სათავისოდ იყენებს, რათა საზოგადოებას და ქართულ ხალხს უთხრას ის, რომ დღეს ევროკავშირის წევრობა აღარ არის ქვეყნის პრიორიტეტი, რომ ასეთი ევროკავშირი დღეს საქართველოს არ უნდა და ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე ევროკავშირის წევრობა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე 12 ქვეყანა შეუერთდა. თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი თითქმის გარანტირებულად თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა. ამიტომ სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა, რა აზრი აქვს წევრობას, თუკი წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ. ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება. თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური мотиваციაც. უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოს კი აღმოჩნდეს, რადგან მას სულ მცირე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება. არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერებაა. უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს. ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა, რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით. რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა სუვერენიტეტის გაუქმებაა. ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ევროკავშირის დიდი სახელმწიფოების და ამ შემთხვევაში გერმანიის ეს ახალი ინიციატივა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირს აღმოსავლეთით გაფართოება არ უნდა და არ სურს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც არიან კანდიდატის სტატუსის და ასპირანტი ქვეყნები, აღარ გახდნენ ევროკავშირის წევრები, რაც ასე არ არის, რადგან ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა, რომ ევროკავშირი მზად არის გაფართოებისთვის და ამის დასტურია უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა. დღეს საქართველოსთვის კი კანდიდატის სტატუსი არის უვადოდ გაყინული ივანიშვილის გუნდის საგარეო პოლიტიკის გამო. შალვა პაპუაშვილის განცხადებების შემდეგ ქართული ოცნების რიგით დეპუტატებს ახლა დავუსვით ჩვენ კითხვა, რომელზეც მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან ღიად ვერავინ ბედავს, ასეთ შეიძლება თქვას, რომ ქართული ოცნება გეგმავს უარი უთხრას ევროკავშირს და გამოიტანოს წევრობის განაცხადი. ქართული ოცნების წევრები ისევ შალვა პაპუაშვილის სიტყვებს იმეორებენ, რომ ევროკავშირი ცივილიზაციურ უფსკრულს დაემსგავსა დღეს, თუმცა ღიად ვერავინ ამბობს, რომ ქართული ოცნების სამომავლო ნაბიჯი სწორედ წევრობაზე უარის თქმა იქნება და კონსტიტუციაში ჩანაწერის შეცვლა.
კოლექტიურ დასამზრდელობას შეიძლება მარტივი კითხვა დაუსვათ, როდესაც გვეუბნებიან, რომ კავშირში მიიღებენ ახალ წევრებს, მაგრამ ამ ახალ წევრებს ექნებათ მხოლოდ ვალდებულებები და სიტყვის ამოღების შესაძლებლობაც კი არ ექნებათ. ეს არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტის განულება. ამ მარტივ კითხვას უპასუხონ და შემდეგ გადავიდნენ თავიანთ ბელეტრისტიკაზე. რა თქმა უნდა, როდესაც შენ გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება. და დავუსვათ კითხვა, რომ ასეთი ევროკავშირი შეიქმნა და ასეთ საფუძვლებზე და ასეთ პრინციპებზე არის ეს ორგანიზაცია შექმნილი თუ პირიქით თანასწორ უფლებიანობაზე, იმიტომ რომ პატარა ქვეყნებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დიდ ქვეყნებს დიდი ეკონომიკის, დიდი სამხედრო პოტენციალი მქონე ქვეყნებთან თანაბარ უფლებიანად შეიძლებოდათ საუბარი. წესით ამ ყველაფრისთვის უნდა იყოს შექმნილი ევროკავშირი, რომელიც ისევ და ისევ ყოველ ფეხის ნაბიჯზე სილდება საკუთარ სადაფუძნებლო პრინციპებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკულის პირას. ემზადება თუ არა ქართული ოცნება კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი 78 მუხლის შეცვლას, ეს არის ახლა მთავარი კითხვა. ქართულ ოცნებას ამ ნაბიჯის გადასადგმელად ჯერჯერობით პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს.